მოგესალმებით მეგობრებო. 79,000 კამბოჯელი ბერი იკრიბება და ერთხმად აკეთებს ჩანტინგს და ითხოვს, რომ დონალდ ტრამპი წარდგენილი იქნას ნობელის პრემიაზე. ითხოვს, მანამდე პრეზიდენტმა მოითხოვა კამბოჯისა. ამ კაცმა 6 თვის განმავლობაში, 7 თვის განმავლობაში, რაც მოვიდა თავის საპრეზიდენტო პოსტზე, 7 კონფლიქტი შეაჩერა. 7 კონფლიქტი შეაჩერა და მიუხედავად იმისა, რომ უკრაინელი ბლოგერები საშინელებებს ამბობენ და წერენ ამ კაცის შესახებ, ის მაინც აგრძელებს დაეხმაროს უკრაინას, იმიტომ რომ მთავრობა და მხედრობა უკრაინისა არ აძაგებს მას, აფასებს მის ღვაწლს და დარწმუნებულია, რომ დაეხმარება. ეხლა რა ხდება საქართველოში? ჩვენი ოპოზიციის ლიდერები, საყვარლები, თურმე ევროპამ გამოაცოცხლა ტრამპი, თურმე რომ არა ევროპა, ტრამპი არ იქნებოდა იძულებული, რომ დახმარებოდა, სისულელებს ლაპარაკობენ, სისულელებს წერენ და მიუხედავად იმისა, რომ მე პირადად თქვენ ხომ ხვდებით ახლა რომ მე მარტო ჩემი ინიციატივით არ მუშაობ და მოქმედებ და მე ესე ვთქვათ დავალება არა, მაგრამ კეთილი ნება, რა თქმა უნდა, მე ვერავინ ვერაფერს ვერ დამავალებს. მიუხედავად იმისა, რომ ჩემი კეთილი ნები ჩავები ამ ამბებში, მიუხედავად იმისა, რომ მივიქცი ამერიკის მთავრობის ყურადღება და მიუხედავად იმისა, რომ ვიცი რაც ხდება ამერიკის მთავრობაში, საქართველოსთან მიმართებაში, მე არავინ არ მიჯერებს, ტყუილად ხავი ვარ ამ ჩემ აბონებში და ტყუილად იყო დავალება, არ დავმალა, რომ თუნდაც მეგობარი აქტის გარშემო გაერთიანებული იყვნენ ჩვენი ოპოზიციონერები. მქონდა 1-2 შეხვედრა და აი ზუსტად ალიასკის შეხვედრის მერე რამოდენიმე მათ თქმა დადო სტატუსი რაღაცა ტრამპს აკრიტიკებს, იმაშობა და ვერ გაიგეთ ხალხო თქვენ რომ ძალით აქ ამერიკა არ შემოიჭრება. ძალით აქ ამერიკა ვერ გაგანთავისუფლებთ ამ რეჟიმისგან, რომელშიც იმყოფებით, იმიტომ რომ ამერიკამ ნახა, რომ ძალადობრივი მეთოდებით რეჟიმის შეცვლა არის არასწორი. ხალხს უნდა უნდოდეს, საზოგადოებას უნდა უნდოდეს, ოპოზიციას უნდა უნდოდეს და არ უნდა ლანძღავდეს იმ ძალას, რომელმაც უნდა დაგეხმაროთ. არა, შეიძლება პირდაპირ არ ლანძღავენ, მაგრამ კრიტიკა? რატო?